მივესალმებით არამაყურებლებს, მივესალმებით პოლიტიკურ პატიმრებს, ხალბათონ ზიას და სხვაებს, ვინც ახლა ჩვენ ვიყურებს და ასეც იქნება. შეუძლებელია სხვანაირად იყოს ამ ფაზაში, რა ფაზაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გულის ხოს ვერ პატიმრობას. ესეც სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, არა დავუმალოთ ეს სიმართლე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოქმედებს ძლიერის პოზიციიდან. მას უბრალოდ სხვა რამე აღარ აქვს სხვა მექანიზმი, სხვა მეთოდი თავისი ძალის, არ ვიცი, დემონსტრირებისა ან პროტესტის ჩახშობისა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მისი ან არამისი ამომრჩეველი დემონსტრანტი დაარწმუნოს რაიმე ტიპის მოკლედ მოსაზრებაში. ეს ძალა მას დაკარგული აქვს, ეს ძალა მას ჰქონდა. მის პროპაგანდასაც, მე ჩემ აზრზე ვჩები, მოჭიდება ნამდვილად აქვს დაკარგული. უბრალოდ ვინც გახდა ამ პროპაგანდის მსხვერპლი, ის რჩება როგორც ჩანს სამუდამოდ, რაღაცა ნაწილი შეიძლება ვიხსნათ, მაგრამ უმრავლესობამ პოზიცია შეიცვალა მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი მილიონობით დოლარს და ევროს ხარჯავდა პროპაგანდის გაძლიერებაში. სხვა გზა რომ არა აქვს, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ხარება და მისი თანამებრძოლები, შავნიღბიანები, რომლებიც დისკომფორტს გრძნობენ, ეხლა სხვანაირად, ეხლა ხშირად გვისაუბრია ერთმანეთთან ეთერის მიღმაც ხო ყველა ადამიანს არ დაიფარა ამ სახეს. არ დაიფარო, ამას შენ თუ მართლა გავს განცდა, რომ კანონს ემსახურები და საპოლიციო წესრიგს ამყარებ, ანუ მართ წესრიგს ამყარებ, საქმიანობ როგორც პოლიციელი, მე რო პოლიციელი ვიყო და წესრიგს ვიცავდე, დასამალი რა მაქვს, პირიქით, საამაყოა, წლის ბოლოს იქნებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის კონკურსში გაიმარჯვოს, არ ვიცი, როგორც ყველაზე მოწესრიგებულმა, არ ვიცი, პოლიციელმა, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამ გზაზე წარმატებას როგორ შეიძლება მიაღწიოს ივანიშვილმა რამდენი ასეული ადამიანის დაპატიმრებით. არანაირი სამართლებრივი ლოგიკა აღარ არსებობს, ისეთ პატიმრობებს აქვს ადგილი. ახლა არანაირი სამართლებრივი ლოგიკა არ იყო არც გიგის, არც დიმას და არც ხვების დაპატიმრებაში. არანაირი, ხო? ჩემს ნუ ის ფორმალურად დღემდე ვითოლებოდი იმ პარლამენტში დეპუტატად და იმუნიტეტი მიცავდა, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა. ხო, კი ბატონო. საერთოდ არ ქონდათ უფლება დაკავების. მაგრამ ნუ აქ სამართლებრივ ლოგიკას არავინ აღარ ეძებს. მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აქ ივანიშვილი ძლიერდება. მე მგონია, რომ აქ ივანიშვილი სუსტება. უბრალოდ ცუდი მხარე ამ ყველაფერს აქვს, პატიმრობები, რა თქმა უნდა, ადამიანების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მაგრამ ამას ვერ გავექცევით ამ ბრძოლის ფაზაში. თუმცა მალე დავიხსნით ამ პატიმრებს, ვინც უკანონოდ არის. ჩვენ უბრალოდ არ უნდა მივცეთ ივანიშვილის შესაძლებლობა ეკა სპრინტულ ბრძოლაში გადმოგვიყვანოს. სპრინტული ბრძოლა უნდა მას გაიმართოს ამ ეტაპზე. ჩვენ ვართ მარათონულ ბრძოლაში, რომლის უდიდესი ნაწილი მანძილი დაფარული გვაქვს ივანიშვილს გაცნობიერებს პოზიციებში რომ მუშაობს ჩვენზე. კი, მე ესე რომ მუშაობს ჩვენზე. ეს ივანიშვილს აქვს კარგად გაცნობიერებული, მათ შორის ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ახლა ფეხს იკიდებს, მისი რბილად ვამბობ უგუნური პოლიტიკის გადამკიდე. კი, შეუძლებელია ის ამას ვერ ხვდებოდეს. საერთაშორისო იზოლაცია რომ ფართოვდება, ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება. შიგნით პოლიტიკური კრიზისი რო ღრმავდება, ესეც უფრო მკაფიო ხდება. ეხლა 100 დღიდან 90 დღე უკვე მე მგონი გავიდა, უთხრეს რომ ევროპული საბჭოდანაც მოგიწევთ გასვლა, საიდან გასვლა არ უნდოდა და წულუკიანი და მეგობრები ყავდა მივლენილი, რომ იქნებ ეს არ მომხდარიყო, ხომ? სანქციები დაანონსებულია, სანქციები კიდევ უფრო გამკაცდება. დღეს იყო პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან და ცხადია ისინი შესაბამის ნაბიჯს. უახლოესი და მისი ელიტარული ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებიც უმძიმესი ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ მოექცევიან და ბრიტანულის ვაპატია დიახაც თუ ვინმე იგრძნობს ეფექტს სანქციებს, ეს იქნება კარის ბიზნესმენი. აბა ეხლა ხარებას, რომელსაც როგორც ირკვევა, რომელიც ისაც საერთოდ დეკლარირება, საბანკო ანგარიშზეც არაფერი არ უდეს, როგორც ჩანს, დასანქცირებულია ისედაც გომელაურეს, მაგრამ ბიზნესმენი, კი ბატონო, ივანიშვილის კარზე დაბადებული აღმოცენიდან მერე, ასე თქვათ, შეზრდილი, ხო, ბიზნესმენისთვის შეუძლებელია შენ მოექცე
საერთაშორისო სანქციის ქვეშ და შენ არ განადგურდე როგორც შეძლებული მილიონერი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დიდი სია. ეს მას ადიახაც და მე იმედი მაქვს ძალიან ცოტა ხანში გაირკვევა იმ სიაში ვინ სამართლიანად არის, ვინ შეცდომით ან რაღაცა სხვა ძალების მიერ ასე თქვათ მოხვედრი ძალიან სწრაფად მე ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ძალიან სწრაფად. შეიძლება მაქსიაში იყოს ცვლილებები, იმიტომ რომ იქ იყო რამდენიმე გვარი, მაგალითად ირაკლი გილაური, ნიკა გილაური. ნუ მე პირადად ეხა ირაკლის არ ვიცნობ. ნიკასთან რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მეგობრობთ, გვაქვს ხედვა ერთარი მომავალთან დაკავშირებით, ნუ მე პირადად მინდა მჯეროდეს და დარწმუნებულიც მინდა ვიყო, რომ ის იქ არ იქნება და ამას ვიხილავთ. კი ბატონო. ამას იქ ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა სვიცნობ და ირაკლის არ ვიცი, ხა საქართველოა და ოჯახის წევრები არიან, ერთმანეთი უყვართ, ძმები არიან და ძმა ნამდვილად ანუ თქვენ გაქვთ ძმას არ დაგოთ. ნუ თვით ბოლოდინიც მაქვს, სურვილიც არის და ეს საზოგადოებამ ნახოს ვინ არის რეალურად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი და ვინ არის ივანიშვილის რეჟიმის გამაძლიერებელი წლების განმავლობაში. ხო, სულ რომ ჩემი ბიძაშვილიც იყოს, ბუნებრივია, ხა ვერავის ვერ მოუწონა ვერც მე და ვერც თავად ნიკაც, ხო? ამიტომ ძალიან მალე ამას ვიხილავთ, მაგრამ მე ჯერა იქ სანქციები შეეხება რეალურად ივანიშვილის რეჟიმის გამაძლიერებელ და მოკმებავ მასაზრდობელ ადამიანებს და არა სხვადასხვა ძალების მიერ იქ რაღაცა ჩაწეულ. ნიკა, მე ვახსენე, რომ ივანიშვილი აძლიერებს რეპრესიებს, აძლიერებს დიქტატურის დაკანონებით, ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონებით, მეშვეობით, ხო? პარლამენტში დღეს ასე სწრაფად პირველივე მოსმენით უყარეს კენჭი იმ ცვლილებებს, რომელიც შედის სხვადასხვა კანონში, მე გულისხმობ, იცი რაზეც არის მოკლედ საუბარი. მედიას დაგვიანონსა დღეს მდინარაძემ, რომ არც უცხოური დაფინანსება, მე დავადგენა ამიერიდან თურმე მდინარაძემ უნდა დამიდგინოს მე ჟურნალისტური სტანდარტი. ვერდები ამ პროფესიაში და ახლა ამიერიდან მდინარაძის ნაირი წარმონაქმნები დაგვიდგენენ თუ გაიტანეს, რა თქმა უნდა, ეს კანონიც თუ დააინიცირეს, გატანაში არაფერი შეუშლით ხელს, იმიტომ რომ თვითონ არიან პოზიციაც, ოპოზიციაც და ნუ მართლა რაღაცა სახლობანას თამაშობენ, არ ვიცი რა ქვია და პარლამენტობანას თუ რაღაცას თამაშობენ. ელოდები რომ აი მას შემდეგ რაც გაგიუქმეს უკვე თქვენივე განცხადებების საფუძველზე სამ კოალიციას გახარიას არა, იმიტომ რომ მათ განცხადებები დაწერილი არ ქონდათ. ელოდებით რომ აი თქვენზეც ზეწოლის ბერკეტი იქნება უფრო მძლავრი. დაკავებებს ელოდებით, იმიტომ რომ ეს აქციები ხო არ გაჩერდება. ხო არ ვაპირებთ არავინ გაჩერებას. ეს აქციები სურვილის შემთხვევაშიც შეუძლებელია ვინმემ გააჩეროს. იმიტომ ეს არ არის აქცია, ეს არ არის დემონსტრაციაც, ეს არ არის მიტინგი, ეს არის რაღაცა თავისუფლების ფორუმია, სადაც ამ თავისუფლების ფორუმში იღებს მონაწილეობას თავისუფლების მოყვარე ადამიანები, როგორც აღმოჩნდა ძალიან ბევრი. გვესმის, სხვა რა შეიძლება გააკეთოს ივანიშვილმა. ივანიშვილის ამ ეტაპზე საქციელის მესმის. მას ერთადერთი რაღაც გამოსავალი აქვს, როგორც ჩანს იქ გამონახული, რომ იქნებ სიფრთხილეს მაინც მოუხმონ, რბილად შევაშინო უკეთეს შემთხვევაში ხალხი არ გამოგვიდეს, დემონსტრაციაში მონაწილეობა არ მიიღოს, სანქციები დავაწესო მაგალითად ადმინისტრაციულ დონეზე ყველა ადამიანს, ახლა რაღაცა კოდექსში ცვლილებები შეაქვს, რომ შეურაცხყოფელი განცხადება თუ გავაკეთე და ეს შეიძლება ახლა არ იყოს შეურაცხყოფელი სამართლებრივად, მაგრამ მოსამართლეებს სუბიექტური აღქმებით მიიჩნიოს, რომ ის არის მოკლედ შეურაცხყოფელი ამისთვის 60 დღე გაგიშვას ციხეში. ეხლა რა ვიცი, რო უთხრა პირობითად, თავის სამეგრელოში ხშირად უყვართ, აი ზურნა შენ, აი შეიძლება დამამცირებელი ფრაზად მიიჩნიოს მოსამართლეებს და 60 დღით გაგიშვას. და ამით ჩაეხშობა ეს პროტესტი. აი ეგ კითხვა ხალხზე იმოქმედებს. არა, ამიტომ ამისთვის გვაქვს ჩემის აზრით საკმარისი გამოცდილება ჭკუვალ საზოგადოებას, ვინცაც განსაკუთრებით ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს გამოცდილება მიღებული, ან საკმაოდ გამჭრიახია ახლად ჩართული ამ ბრძოლაში. რაციონალურობა, პრაგმატულობა, თანმიმდევრულობა და აი პასუხისგებლიანი ნაბიჯები არის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში და კიდევ ერთხელ გავუმეორებ, ჩვენ ივანიშვილს არ უნდა ჩავყვეთ სპრინტულ ბრძოლაში.
მას არ უნდა დავანიშნინოთ რაღაც ერთი გენერალური ბრძოლა პირობითად 4 შაბათს საღამოს 7 საათზე ერი გამოვიდეს იქით ხარეს დგას მოკლედ ჩვენ არ უნდა ჩავნიშნოთ მეორე მხარეს ხარებას ხალხი და ჩხუბში ერთ კალენდარულ დღეს გადაწყდეს ვინ იქნება გამარჯვებული იქნება ეროვნული ინტერესი გამარჯვებული თუ ოლიგარქიული ინტერესი მარათონულ ბრძოლაში ის მარცხდება ანუ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა რუსთაველის გამზირი არის აი თავარი არტერიული გამზირი სისხლის მიმოქცევის თავარი აი არტერი აორტა ხომ არის? გარანტია გვაქვს, რომ ქალაქის მერი არ გადაწყვეტს, რომ აქ არ შეიძლება უკვე აქციის მოწყობა, იმიტომ რომ ეგეთი ცვლილებებიც არის კანონში. კი ბატონო, აი როგორც ორგანიზმში ხო, გულისთვის განსაკუთრებით აორტა თავარი სისხლძარღვი არის სისხლის მიმოქცევის, ისეთივე როლს თამაშობს ამ პროტესტში რუსთაველის გამზირის პროტესტი. აი 70-მე დღე არის. რუსთაველის გამზირის პროტესტი არის ადგილი, საიდანაც გენერირდება ბევრი რამ, სხვადასხვა იდეები, სხვადასხვა კერები, მაგრამ ის უნდა იყოს აუცილებლად და მისი რომანტიზებაც მოხდა ყველაფერთან ერთად. იცით? და ივანიშვილის ზამის შეეშინდა, გეტყვით, შეეშინდა, სწორად შეეშინდა. ეხლა რამდენი საათით შეიძლებოდა გადაგვეკეთა თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორია იმ დღეს. მაქსიმუმ იქ ჩვენ დამდგარიყავით ყველა ერთად, ნუ 5-ზე შევიკრიბეთ, ხო საკმაოდ. ნუ მაქსიმუმ 2 საათით დაგვეკეთა. მაქსიმუმ და იქიდან წამოვიდოდით სოლობით, რუსთაველის გამზირამდე ვინც მოვიდოდით. მაქსიმუმს ვამბობ. მაგრამ ივანიშვილმა იფიქრა, აი ახლა მოხდა სწორად იფიქრა მისი გადმოსახედიდან. ტრენდული გახდება ეს. დიახ, რომანტიზება რუსთაველის გამზირის გადაკეთებისა. არც აანონსებენ, ისე იკეტება, ახლა თუ დღეს ჩამიკეტეს, მე აღმაშენებლის ხეივანი, ხვალ ჩამიკეტავენ, მოკლედ სხვა გამზირს, ზეგ სხვა მაგისტრალს, მასზე ნატახტარში ჩავლენ, იქ მერე რიკოძე მიაღწევენ და ბლოკირება და პარალიზება მოხდება. მაგრამ შეაჩერებს ეს ტერიტორია და მე და რუსთაველზე სპეციალურად კითხე, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტებს ეძლევა შესაძლებლობა, რომ აი კახა კალაძემ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი, დაუშვებს, არ დაუშვებს, მისი გადაწყვეტილება შეიძლება ეს იყოს. ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენ რისკზე წასვლა ბუნებრივი ყოველდღე გვიწევს ყველას. და რისკის შემცველი არის ყველა გადაწყვეტილება. ყოველ დღე ხო რო სახინდა გამოდიხართ, სანამ რეჟიმი არსებობს, რისკ წევთ რა. ახლა განსაკუთრებით ადამიანი, ვინც ახლა მედიაში მუშაობს და ჟურნალისტი ხარ და ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტი ხარ და სხვა რისკი. მაგრამ ჩვენ კიდე მოგვიწევს რისკების გაწევა, მაგრამ ყველა ის რისკი, რომელსაც ჩვენ გავწევთ, უნდა იყოს დამატებითი რისკის გაწევა უნდა მოხდეს შედეგზე ორიენტირებით და არა უბრალოდ ქმედების განხორციელებით. აი, დაიჭირეს კიდე ჩვენი 8 თანამებრძოლი, 10 თანამებრძოლი და ნუ აი რაღაცა მოდი გავაკეთოთ. აი რაღაცა მოდი გავაკეთოთ, არასოდეს არ უნდა გავაკეთოთ. შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და ძალიან მინდა თქვა შემდეგი რამე. რატო გიკვეთ ჩემო ძვირფასო ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, ივანიშვილი იქცევა როგორც იქცევა. მას წასასვლელი რომ სკონდეს ხვაგას სადმე ვერ წავა, ასე ფიქრობს. და შეიძლება მარტო ვერ წავიდეს და აქ იყოს და აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე. და რატო ვერ წავა? ესეთ აი ვაშინგტონშიც რო ჩაესვლებოდეს, რომ უთხრას მოდი ჩამოდით და იცხოვრეთ ვაშინგტონში, ხო? ნუ ეს ადამიანი წლების განმავლობაში რას დემონსტრირებდა, ხო? მან მოიწყო აქ მისი მიკროკლიმატი, რეალური გაგებით, პოლიტიკურ კლიმატს გეგულისხმობ, მართლა კლიმატი. ხეები ჩამოიტანა ასობით ხე. და პრაქტიკულად არც მალავდა რომ მას არ შეუძლია სხვა ან ნებისმიერ ადგილას ცხოვრება. იმიტომ სული ეხუთება, ცუდად ხდება, არ შეუძლია თუ ის ხე არ არის იმის აკარდი მიტამოში, რომელიც არის და მას თუ არ ჩაეხუტა. ხო, არ შეუძლია, ეს არ არის ადამიანი, რომელიც ადგება და ვაშინგტონში ჩავა და იცხოვრებს. სულ მთელი ავენიუ დაუთმონ იქ. და ეხლა მისთვის წარმოიდგინეთ, ეხლა რა ხდება მის გონებაში. განაზრებული აქვს, ეხლა რამდენჯერ უფიქრია, რომ ისე და ეხლა რა ხდება, ამ ხალხმა მე უნდა მაიძულოს ამ ქვეყნიდან წასვლა ფიქრობს. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ბრაზილიაში გავიქცე და გამოსულია წყობიდან, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის. მან გამოიწვია საზოგადოება. საზოგადოებასთან ის დამარცხდება
ხალხი არ დაყვება მის შანტაჟს. რაც არ უნდა ხალხის გარდა ეხა ბოლო კითხვასაც დავსვავ და შემდეგ ალეკოს პოლიტიკური კლასიც. მე მინდა რომ პოლიტიკოსებზე ვისაუბროთ, შენი ხედვა მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ბერჯერ მომისმენია სოციალურ ქსელშიც წამიკითხავს, ალბათ შენც ვიცი რომ მუდმივად ამ მაჯის თემაზე გიდევს ხელი, რომ აი მეტი აქტიურობისკენ, პოლიტიკური პროცესების გააქტიურებისკენ მოგიწოდებენ. აი სულ არის თქვენს ერთიანობაზე საუბარი, ამაზეა სულ საუბარი და მაინც ეთყობა ხალხი ამ მართალია იგივე ევროსაბჭოში ეს ერთიანობის და ერთობლივი ბრძოლის შედეგი დაიდო და ამაზე მოვისმინეთ პოლიტიკოსების პასუხები, მაგრამ ეთყობა ეს არ არის საკმარისი. აი რა უნდა გააკეთოთ? თქვენ როგორ ხედავთ ამას? ანუ თქვენ თითქოს ისეა რომ აი ხალხის ტალღას ხართ აყოლილი. ხომ არ უნდა იყოს თქვენ ხომ არ უნდა იყოთ ამ გზის ავანგარდში? ძალიან იცით გულით დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. იცით ასე არა რომ იყოს არ მომერიდებოდა და ვიტყოდი. ჩვენ ამ პროცესში ვართ როგორც პოლიტიკოსებიც და როგორც თანამებრძოლებიც. მე ზოგადად თქვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი ვთქვა ბევრი და ბევრი ვინც აქ მოდის, ხო? ერთხელ მაინც არის დაპატიმრებული და კიდევ ბევრჯერ ვიქნებით, როგორც სანამ ეს რეჟიმი არის. ანუ ამ შემთხვევაში ვართ როგორც თანამებრძოლები ყველა იმ ადამიანის, ვინც ქუჩაში გამოდის. რაც შეეხება ვართ პოლიტიკოსები იქ სადაც საჭიროა და ბევრი იყოფი ადამიანი ვერ იქნება, ხო? დავატევ იგივე საერთაშორისო მიმართულებით მართლაც უზადოდ მუშაობს ინტერკოალიციური ჯგუფი და ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ ახლა. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ დაწყებული იქიდან რომ პარლამენტში არ შესვლა განხორციელდა გაგრძელებული დელეგიტიმაციის პროცესის რომელიც გრძელდება და გრძელდება. შეიძლება კიდევ უფრო მეტად აქტიურობა, აი აქ მინდა ვთქვა 30 წამით, რომ შეიძლება აქ სიფრთხილეა საჭირო. შეიძლება, მაგრამ ზომიერება დასაცავი. პირდაპირ მე გეუბნებით ამას, როგორც საკუთარ ტყავზე გამოცდილი ადამიანი მახსოვს 2019 წლის 20 ივნისი. ახლა ხო ნაწილი, პატარა ნაწილი საზოგადოების მცირე ნაწილია, რომელიც ამბობს მეც მოვითხოვთ, აი შეტევაზე გადასვლას მოვითხოვთ პოლიტიკოსების მხრიდან, საკუთარი ამორჩევლების გვერდით დაყენებით. ძალიან ბევრი ჩვენი ამორჩეველი დგას თუ არა ყველა რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა კოალიციებისთვის დაჭერილი ხა, ხო? მაგრამ ნახეთ, მე ამავე დროს იცით რა ვძნობ, რომ არ შეიძლება ჩვენ გავხდეთ არა იმიტომ რომ არ შეგვიძლია დომინანტები იმდენად რამდენადაც ერთ ჯგუფს უნდა. არ შეიძლება სხვისი სიცოცხლე, სხვისი ჯანმრთელობა პასუხისგებლობის ქვეშ აიღო. დიახაც აიღო, წახვიდე პოლიტიკურ არა, პრაქტიკულად ფიზიკურ შეტევაზე. მე დააწმუნებული ვარ აი ამავე წიაღში. რომ ასაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ქვია, გამოჩნდებიან მორალური პოლიციელები, რომლებიც დაგმობენ მაგალითად ნიკა მელიას ზედმეტ აქტიურობას, ალეკო ელისაშვილის ზედმეტ აქტიურობას. არის ყოფილა ეს და აი რატომ გავრისკეთ და ჩვენ სახსავალთები გამოვედით და მოქალაქეები დაშავდნენ. 2019 წლის 20 ივნისს მე ეს ვიგემე საკუთარ ტყავზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პასუხისგებლობები აქ არის გადანაწილებული, ჰორიზონტალური მართვა არის ამოქმედებული და ეს არის უნიკალურობა ამ პროცესის. და როცა იქნება უფრო მეტი რისკის გაწევის, არა თუ შესაძლებლობა, არამედ პრაგმატული ნაბიჯი იქნება ეს რისკის გაწევა პოლიტიკური კლასის მხრიდან, ქუჩაში მდგომი პოლიტიკური კლასის მხრიდან, ამას არც ერთი ჩვენგანი არ გავექცევით. მაგრამ როდესაც რაღაც ნაწილს სურს სწრაფი დამარცხება ივანიშვილის, ეს ივანიშვილის სწრაფი დამარცხება ამ წუთას უნდა გულისხმობდეს მე ასე მესმის, ვინც ამას ამბობს, რომ ქუჩაში მეტად იჩხუბეთ. ხო, გავიგე. ხომ? ქუჩაში მეტად ჩხუბი ნიშნავს შეტევაზე გადასვლას ჩხუბითვე. იმიტომ ჩვენ აქ პოლიტიკას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ იქიდან მეორე მხარე შენი ვიზავი. პოლიტიკური კატეგორიები არ თუ არ აი ასეთი ბრძოლის ფორმით მივაღწევთ შედეგს, ახალი არჩევნები დაინიშნება ასეთი ფრთხილი და ზომიერი ბრძოლით. ფრთხილია როგორ არის? ფრთხილი არ არის, უბრალოდ არის ვაბანგზე წასვლის დრო. ან არის, ან არ არის. თუ ეს ნაწილი რომელთაც თქვენ გულისხმობთ საზოგადოების, ვინც მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიების პოლიტიკოსებს, ვინც ამ პროტესტში ჩართულია აქტიურად. ხო, პოლიტიკურ პროცესზეა საუბარი და არა იმაზე, რომ წადით ეხლა და შეასკრეთ კაცო ამას არ აკლებთ მაგას. არა, ნახეთ, ხო და ამ ადამიანებს რომ ჩაეკითხები, როგორ მიგაჩნია პროცესების
აქსელერაცია იმდენად რომ ივანიშვილი დამარცხდეს, ხო, როცა საერთაშორისო დონეზე ძალიან აქტიურები ვართ, ყველა მიმართულებით, სადაც შეიძლება ივანიშვილის რეჟიმს ზიანი მივაყენოთ, ვართ აქტიურები, რომ ჩიხურ მდგომარეობაში ქვეყანა კი არ შევიყვანოთ ჩიხში, სადაც ივანიშვილმა შეიყვანა ჩიხში, არამედ ივანიშვილი შევიყვანოთ ჩიხში, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ, მაგრამ როდესაც მე რასაც აქვს საუბრო რუსთაველის გამზაზე დგომს ბევრი ადამიანისთვის მithქვამს და პასუხი ვერ გამიგია, რას გულისხმობთ, გინდათ რომ ხვალ მე ჩემს არ ვიცი 700 მეგობართან ერთად თანამებრძოლთან ერთად გამორული სახეებით გამოვიდეთ და შეტევაზე გადავიდეთ. ხო პასუხისგებლობაც აქვს პოლიტიკოს. მესმის. რაციონალურობისგან და პრაგმატულობისგან და მოკლედ მიპასუხეთ და დაგემშვიდობები ალეკო გველოდება უკვე. დაიცალოს რაციონალურობისგან, პრაგმატულობისგან და თანმიმდევრულობისგან პოლიტიკური კლასი. არ შეიძლება ეს, იცით? სხვა ჯგუფებიც არის. საზოგადოებების, რომლებიც შენ მოყვებიან იმ არჩეული სტრატეგიით და გეგმით, რომელსაც შენ ანვითარებ ახლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვართ თანამებრძოლები დემონსტრატების ქუჩაში და თავისუფლად შეგვიძლიათ და არიან ასეთი პოლიტიკოსების და მათი არჩევანია, ვინც მაგალითად დემონსტრაციებში და აი ამ ჭიდაობებში მონაწილეობას არ იღებს და ეს მათი არჩევანია და ვერ გაამტყუნებ ნამდვილად. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც იქ მდგამართ, იმიტომ გონია ჩვენი მორალური ვალდებულება პირველ რიგში და არა პოლიტიკური და საზოგადოებრივი. ამიტომ სამწუხაროდ მოკლე გადაცემა და ყველა კითხვის დასმას ვერ ვასწრებ, მაგრამ გვექნება მე და შენ შესაძლებლობა დარწმუნებული. დიდი მადლობა. ჩოქურზე უნდა გკითხო აუცილებლად, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ გამოხვედი საპატიმროდან, ყვებოდი, ჩვენ მქონდა ეს პირდაპირ ეთერში, ეგ ამბავი, ამიტომ აღარ მოგაყოლე ახლა კიდევ ერთხელ, მაგრამ აპირებ მასთან დაკავშირებით, აი რამე ან საჩივრის შეტანას ან რამეს, იმიტომ რომ შეყვებოდი რომ ბორკილნებ დადებული ვიყავიო, როდესაც დამართ. ნუ კი, ნამდვილად ეს მან მოახერხა და ნუ შეძლებს დაგვარად რამდენადაც ადეკვატური შეიძლება გამოჩენილიყავი ხა ხელბურკილად დადებული, რა თქმა უნდა, მქონდა რეაგირება. ჩემი ადვოკატი მეგობარი ფიქრობს რომ მიუხედავად ამ რეჟიმისა მაინც რაღაცა პროცედურა დაძრას, წინ წაიგდოს საქმე მომდევნო პერიოდისთვის, ის ამას აპირებს. მე ჯერა რომ სადაც ჩოქური ამდენს ბედავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც მეტი ხელმისაწვდომობა აქვს მედიასთან, რომ ეს ახლა აქ ვიზიჟდე და ვისაუბრო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამი შევხვდე რებს ბედავენ იქ სადაც არ არის რას ბედავს სხვებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩოქურში კი არ არის საქმე, ეხლა იმ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტია და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტია, რომელიც ბედავს აი ამ მინის პოლიციურ შენობაში, შუაგულ თბილისში, ისანი სამგორის შენობაში იმას, რასაც წესით ვერ უნდა ბედავდეს და ის ადამიანებიც, რომლებიც ავტორნი არიან წამებისა და მინივენებში აწამეს ადამიანები შემოდგომასაც და როგორც გაირკვა გუშინ წინაც, თითეული მათგანი იდენტიფიცირდება როგორ ერთმანეთს დააბეზღებენ ეკა. მიუხედავად იმისა, რომ შაიშმელაშვილი ყვებოდა ინგასთან ეთერში, რომ ვერ იტანენ თურმე ერთმანეთს, ის მოდელებს ეძახის ამათ და იქ არ არის თქვა ეს იგზნობა, შემართე გითხრათ იქ ველზე, ამიტომ ერთმანეთს დააბეზღებენ, ერთმანეთს ჩაუშვებენ და ერთმანეთზე იტყვიან, რომ მე კი არ დავარტყი პირველი, დაარტყა მაგალითად არ ვიცი გელა იტყვის და დაარტყა ოთარმა. ოთარი რა გვარია პირობითად ვამბობ, გურას პაული ხო, გურა და აი ასე გაიხსნება ყველა ის ზალადობრივი დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს თვეების განმავლობაში, შეუმჩნეველი კი არა, დაუფარავი. ხო, ანუ შენ ამბობ, რომ სისტემა შიგნიდანაც ჩამოიშლება და ეს ასე არ დარჩება. აბა, ჩვენ რას უშვებთ, როცა იმას უშვებთ, რომ იქნება ანზორ ჩუბინიძე და ხარება ამ ქვეყანაში მანამ სანამ მათ არ მოწყინდებათ, როდესაც არავინ განვითარებულ დემოკრატიულ სამყაროში ხარს მათ არ უჭერს, არ აღიარებს მათ ჩატარებულ არჩევნებს, ქვეყნის შიგნით აქვს მზარდი პოლიტიკური კრიზისი. ეხლა, ნუ კი ბატონო, ცუდია რომ დღემდე არ გადმოაგდო პოლიტიკური პირსახუცი, რაღაცა ვიცი, ქიმერას არ ვიცი, რასაც ციურმანას ელოდება, რომ გადარჩეს და ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ისეთი ბრძოლა გააჩაღა ერის წინააღმდეგ, ვერ გადარჩება. ვერ უშველის მას 2000 მოზონდერო პოლიციელი, ვერ უშველის. იმ 2000 ადამიანიდან, პოლიციელებიდან, რომელიმე დაადებს ხელბორკილს საკუთარ შინაგან საქმეთა მინისტრს.
ნუ რა ქვია ეს ჩემი რწმენაა და ხო არ მოგეთყვილებთ. მადლობა ჩემო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და ბრძოლა გრძელდება. მე მომწონს როცა ասეთი შემართებით ხართ პოლიტიკოსები და საერთოდ საზოგადოება, მოკლედ შევხვდებით აქციებზეც და გავა. ჭირდება, იცით, აი ერთო არ არის აუცილებელი ერთად ვიდგეთ 24 საათი, მაგრამ აი ეს ნარატივები, აი ეს მოკლედ დამოკიდებულება საკითხების გარშემო უნდა იყოს მაქსიმალურად ერთიანი და არ შეიძლება ერთმანეთს ნიშანს მუგებდეთ ბრძოლის ამ ეტაპზე. რა გვაქვს გასაყოფი ხახნო მოვიპოვოთ ის მომავალი, არჩევნები ჩავანიშნინოთ, ვისაც უნდა დააფუძნოს პარტია და როგორ მინდა იცით, არიან ადამიანი ვოცნებობ დამარცხდეს ივანიშვილი და ადამიანები, რომლებიც ავლენენ ამბიციებს, რომ პოლიტიკური პარტია დააფუძნონ, მაგრამ ჯერ არ აქვს ეს გამოცდილება, ერთი სული მაქვს, რომ დააარსონ, არჩევნებში შემოვიდნენ და ნახონ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ნახონ, სად ზამთრობენ კიბორჩხალები, გესმით? დემოკრატიულ გარემოში. დიდი მადლობა.